მსოფლიოში არსებობს ისეთი ციხეები, სადაც პატიმრების დასატყვევებლად ისოსები საჭირო აღარ არის, რადგან ზოგჯერ თავად მდებარეობაა ნამდვილი მცველი. ციხეები, რომელთაც გულისხმობ, არის კუნძულები ზღვის შუაგულში, ადგილები, სადაც მხოლოდ ყინულია და ტყეები. არის ისეთებიც, რომლებიც გარშემორტყმულია ცივი წყლით და ძლიერი სიცხით. და თუ კი საკნიდანაც გამოხვალ, ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალი ხარ. ამ ადგილებში თავად ბუნებაა შენი მთავარი მტერი, მაგრამ კითხვა ასეთია: სად მდებარეობს ეს და როგორ გამოიხურებ? და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც აქ არიან დატოვებულნი და რატო ამ ადგილას ამყოფებენ მათ? ამას ახლა დავიგებთ. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გქოლთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 10 არის შატო დიფი, საფრანგეთში. პირველ შეხედვაზე ეს უბრალოდ ქეულებრივი ძველი ციხესიმაგრე ჩანს, რომელიც ზღვის შუაგულშია, მარსელის მახლობლად. მაგრამ საფრანგეთის ისტორიული ჩანაწერების მიხედვით ის აშენდა მე-16 საუკუნეში, როგორც სამხედრო ციხესიმაგრე, რათა დაეცვათ ქალაქი ზღვის მხრიდან თავდასხმებისგან. მაგრამ დროთა განმავლობაში მთავრობამ ერთი რამ შეამჩნია. აქედან გაქცევა ან წასვლა ძალიან რთული. ეს კუნძული გარშემორტყმულია ზღვით და ძლიერი ტალღებით. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულიდან ქალაქი ჩანს, ეს არ ნიშნავს, რომ ცოცხალი მიაღწევ მას. ამიტომ ციხესიმაგრე მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ციხე. აქ ადრე აპატიმრებდნენ პოლიტპატიმრებს, რელიგიურ პატიმრებს და იმ ადამიანებს, ვისაც მთავრობა ჩუმად ყოფნას აიძულებდა. და ამბობენ, რომ აქ ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობოდნენ მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით. თუ მდიდარი იყავი, შეგეძლო ციხესიმაგრის ზედა სართულზე უკეთეს ოთახში მოხვედრილიყავი. იქ ცოტა ჰაერი და სინათლე იყო, მაგრამ თუ ჩვეულებრივი პატიმარი იყავი, უმეტესად ქვედა სართულებზე გათავსებდნენ და სწორედ იქ იწყებოდა ნამდვილი ტანჯვა. საკანი ბნელია, ვიწრო და კედლები ყოველთვის სველია, რადგან ზღვის ახლოსაა. ზოგჯერ კი ჰაერის შემოსასვლელი პატარა ხვრელიც კი ძლივს არის. ამიტომ აქ ადრე პატიმრებს ძალიან უჭირდა ცხოვრება, დღეს კი ეს ციხესიმაგრე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. მაგრამ როცა გარშემო ზღვის სიდიდეს დაინახავ, მაშინვე მიხვდები, რატომ იყო ადრე გაქცევა თითქმის შეუძლებელი. რადგან თუნდაც ცურვა იცოდე, ეს არ ნიშნავს, რომ ცოცხალი მიაღწევ ხმელეთამდე. ჩვენ სიაში მე-9 ადგილზეა გოლი უტოკი, ხორვატიაში. თუ პირველი ციხე პატარა კუნძულზე მდებარეობს, სადაც ციხესიმაგრეა, ეს შემდეგი თითქმის მხოლოდ დიდი კლდეა ზღვის შუაგულში. აქ თითქმის არ არის ხეები, არც ჩრდილი და ზაფხულში ძალიან ცხელ. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ყოფილი იუგოსლავიიდან გოლი უტოკი გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური ციხე ცივი ომის დროს. მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის ლიდერს იოსიფ ბროზ ტიტოს და საბჭოთა ლიდერს იოსიფ სტალინს შორის კონფლიქტი მოხდა, ბევრი ადამიანი, ვისაც ეჭვობდნენ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერაში, იგზავნებოდა აქ. და ყოფილი პატიმრების ჩვენებების მიხედვით, კუნძულზე პრობლემა მხოლოდ ფიზიკური ტანჯვა არ იყო. პატიმრების გონებასაც ანგრევდნენ. როდესაც ახალი პატიმარი შემოჰყავდათ, მას სხვა პატიმრების რიგში ატარებდნენ, სადაც ყვიროდნენ, აწვებოდნენ, ან ზოგჯერ სცემდნენ კიდეც. და თუ წინააღმდეგობას გაუწევდი, შეიძლება დაგსაჯონ კიდეც. ამბობენ, რომ ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ პატიმრებს ერთმანეთის მიმართ ნდობა დაეკარდათ. რათა არ არსებობდეს ნამდვილი მეგობრობა. არ ყავდეთ მოკავშირე, არ ყავდეთ ვინმე, ვისაც გაუზიარებენ რამის. გარდა ამისა, მათ მზის მძაფრ სიცხეშიც ამუშავებდნენ. რადგან კუნძულზე თითქმის არ იყო ხეები, მზის სხივები პირდაპირ სხეულზე ეცემოდათ თელი დღის განმავლობაში. ისედაც ძალიან ცხელა და კიდევ სუფთა წყალი შეზღუდულია. ამიტომ ბევრი ყოფილი პატიმრისთვის იქ მხოლოდ სხეული არ იღლება, გონებაც იღლება და ეს უფრო საშიშია. დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანი იცოდა რა ხდებოდა სინამდვილეში კუნძულზე. იყვნენ ოჯახები, რომლებსაც არ იცოდნენ, სად იყვნენ მათი ნათესავები. როცა ციხე 1999 წელს დაიხურა, იქ მხოლოდ დანგრეული შენობები და მიტოვებული სტრუქტურები დარჩა. დღემდე კუნძულზე ჯერ კიდევ ჩანს ძველი კედლები, ჟანგიანი რკინა და შენობები, რომლებიც ნელ-ნელა ანგრევს დრო. და როცა დღეს ამას უყურებ, ძნელია წარმოიდგინო, რომ ოდესღაც იქ ადამიანები ცხოვრობდნენ დღეების განმავლობაში. მხოლოდ ქვით, სიცხით და ზღვით გარშემორტყმულნი. ამიტომ სოფლიოს ციხეების ისტორიაში არსებობენ ადგილები, რომლებიც საშიში არ გამხდარა მცველების სიმრავლით ან კედლების სისქით. ისინი საშიშები გახდნენ სწორედ მდებარეობის გამო, რადგან ზოგჯერ ყველაზე რთული გასაქცევი არა საკანია, არამედ ის ადგილია, სადაც იმყოფები. მერვე ნომერი, ბასტოის ციხე, ნორვეგიაში. როცა ციხის სიტყვას გაიგონებ, ალბათ პირველ რიგში გაგახსენდება მაღალი კედლები, მავთულხვართები, შეიარაღებული მცველები და საკლები რკინის კარებით. მაგრამ ნორვეგიაში არის ერთი ციხე, რომელიც თითქმის ყველაფრის საპირისპიროა. და ეს არის ბასტოის ციხე. ის მდებარეობს პატარა კუნძულზე, ოსლოს ფიორდში, ნორვეგიის დედაქალაქიდან რამდენიმე საათის სავალზე. მაგრამ როცა ამ ადგილს ნახავ, უფრო 7 პროვინციას გავს ვიდრე ციხეს. არის ხეები,
სასოფლო-სამეურნეო მიწები, სანაპირო, ხის სახლები და ნორვეგიის სასჯელახსოვრების სისტემის მიხედვით აქ ცხოვრობს 100-ზე მეტი პატიმარი. მათ შორის ზოგიერთი, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ თითქმის არ არის მაღალი კედლები გარშემო, არ არის მავთულხლართები, არც შეიარაღებული ჯარისკაცები დგანან ყოველ კუთხეში და ბევრი პატიმარი აქ ჩვეულებრივ კოტეჯებში ცხოვრობს. ტრადიციული საკნების ნაცვლად. ისინი თავად ამზადებენ საკუთარ საჭმელს, ულიან ცხოველებს, გავენ მცენარეებს და სხვადასხვა საქმეს ასრულებენ კუნძულზე. აქ არის ბიბლიოთეკაც, ეკლესიაც, საუნაც და ზაფხულში მათ კიდევაც აძლევენ უფლებას სურაონ ცივ ფიორდის წყალში. პირველი შეხედვით ეს შეუძლებლად გეჩვენება, რადგან ბევრი ადამიანისთვის ციხე უნდა იყოს სასჯელის ადგილი. მაგრამ ნორვეგიას სხვა შეხედულება აქვს თავის სისტემაზე. ნორვეგიის მართლმსაჯულების სისტემის მიხედვით, ციხის მიზანი მხოლოდ ადამიანის დასჯა არ არის, არამედ მათი დახმარებაც, რომ შეიცვალონ სანამ საზოგადოებაში დაბრუნდებიან. ამას ეწოდება აღდგენითი მართლმსაჯულება. იდეა ისაა, რომ თუ პატიმრებს უკეთესად მოექცევიან და ასწავლიან, როგორ იცხოვრონ, ისევ ნორმალურად, ნაკლები შანსია, რომ გათავისუფლების შემდეგ ისევ დანაშაულს დაუბრუნდნენ. და ბასტოის ციხის შესახებ ანგარიშების მიხედვით მართლაც დაბალია რეციდივიზმის მაჩვენებელი. ანუ იმ ყოფილი პატიმრების რაოდენობა, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ ისევ დანაშაულს ჩადიან. სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქედან ადვილია გაქცევა. რადგან მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კედლები არ არის, ეს მაინც კუნძულია, რომელსაც გარშემო ცივი წყალი აკრავს და შორსაა მატერიკისგან. და ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით ადრე უკვე სცადეს გაქცევა ნავით ან ცურვით, მაგრამ უმეტესობა აღარ ცდილობს. რადგან ბევრი პატიმრისთვის მათი ცხოვრება აქ შიგნით უკეთესია, ვიდრე ადრე გარეთ ჰქონდათ. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბასტოი განსაკუთრებული. სხვა ციხეები მსოფლიოში იყენებენ შიშს და მკაცრ უსაფრთხოებას პატიმრების გასაკონტროლებლად. ეს ციხე კი ნდობას, პასუხისმგებლობას და ნორმალურ ცხოვრებას ეკრნობა. და რაც უნდა გასაკვირი ჟღერდეს, ამბობენ, რომ ეს უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ზოგიერთი მაღალი უსაფრთხოების ციხე სხვა ქვეყნებში. ნომერი 7. უშუაიას ციხე არგენტინაში. თუ ბასტოის ციხემ 7 კუნძულს ჰგავს, შემდეგი ციხე თითქოს თავად მსოფლიოს ბოლოს მდებარეობს. სამხრეთ ამერიკის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, ყინულოვან ზღვასთან და ტიერა დელ პუეგოს მთებთან ახლოს. არგენტინამ თავის დროზე დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე შორეული ციხე აშენა. ეს არის უშუაიას ციხე. არგენტინის ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ციხის აშენება დაიწყო 1900-იანი წლების დასაწყისში, როგორც მთავრობის გეგმის ნაწილი, რომ საშიში დამნაშავეები დიდი ქალაქებიდან შორს გადაეყვანათ. და ეს მართლა ძალიან შორს იყო. ბუენოს-აირესიდან 1000-ობით კილომეტრით იყო დაშორებული, იმ დროს მგზავრობა ნელი იყო და კომუნიკაციაც შეზღუდული. ამიტომ როცა აქ ატიმრად გამოგზავნიდნენ, თითქმის სრულად მოწყვეტილი იყავი ნორმალურ სამყაროს. საპრობილის გარშემო მხოლოდ ცივი მთებია, ტყეები, ყინული და ძლიერი ქარები, პიგლის არხი. ზამთარში ტემპერატურა ძალიან ეცემა და ხშირად თოვლის ქარიშხალია. ამიტომ თუნდაც თავად საპყრობილედან გაიქცე, ბუნება მაინც დიდ პრობლემად რჩება. აბა სადღაც ახვიდე, ცივილიზაცია ძალიან შორსა. და იგლუ ძალიან ციო. არგენტინამ მაშინ პატიმრები სამუშაო ზალადაც გამოიყენა. მათ დაეხმარნენ გზების გაყვანაში, ხეების ჭრაში და უშუაიას ქალაქის ზოგიერთი ნაწილის აშენებაში. მოკლედ რო ვთქვათ, სწორედ ციხე იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ადგილას ქალაქი გაჩნდა. ციხის ზრდასთან ერთად თანდათან გაიზარდა მცველების, მუშებისა და მათი ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც მის გარშემო დასახლდნენ. და საბოლოოდ უშუაიას სამხრეთ არგენტინაში მნიშვნელოვან ქალაქად იქცა. მაგრამ იმ დროის პატიმრებისთვის იქ ცხოვრება ძალიან რთული იყო. სამუშაო მძიმე იყო, ამინდი ძალიან ცივი იყო და ისინი ძალიან შორს იყვნენ თავიანთი ოჯახებისგან. იმ დროს ხანდახან რამდენიმე კვირა სჭირდებოდა, სანამ წერილი ან ამბავი სხვა ადგილიდან მივიდოდა და რადგან გზავრობა ძვირი და რთული იყო, ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებდა მისვლას, სტუმრობას. 1947 წლისთვის ციხეც დახურეს არგენტინის სასჯელახსოვრებით პოლიტიკის ცვლილებებისა და დაწესებულების მდგომარეობის გამო. ამის შემდეგ ეს ადგილი საზღვაო ობიექტად გამოიყენეს, სანამ მოგვიანებით მუზეუმად გადააკეთებდნენ. დღემდე იქ შეგიძლიათ ნახოთ ძველი საკლები, რკინის საწოლები, ვიწრო დერეფნები და სქელი კედლები. სადაც ერთ დროს სამხრეთ ამერიკის უკიდურეს ნაწილში პატიმრები ყავდათ გამომწყვდეული. დღემდე ბევრი ადამიანი უშუაიას მსოფლიოს დასასრულად მოიხსენიებს. როდესაც იმ ადგილას მოხვდები, მართლა გზნობ, რომ თითქოს აღარაფერი გელოდება წინ. ნომერი 6. პორტ არტური ტასმანიაში. ადრე აქ იყო ციხე, რომელსაც თითქმის არ ჩივდებოდა ბევრი კედელი, რომ პატიმრები შეეჩერებინათ. იმიტომ რომ მისი მდებარეობა იყო ნამდვილი უსაფრთხოების სისტემა. პორტ არტური მდებარეობს ტასმანიაში, ავსტრალია.
ეს არ არის ცალკე კუნძულზე, მაგრამ თითქმის იგივე მდგომარეობაშია, რადგან ის დაკავშირებულია მატერიკთან მხოლოდ ძალიან ვიწრო მიწის ზოლით, რომელსაც Eagle Hawk Neck ეწოდება. და ავსტრალიის ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, მის ყველაზე ვიწრო ნაწილში სიგანე თითქმის 30 მეტრია. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი მთავარი გასასვლელი, ამიტომაც 1800-იან წლებში ბრიტანეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ ეს ადგილი იდეალურ ადგილად მიიჩნია. მაღალი უსაფრთხოების საჯელახსულებითი დასახლებისთვის, რადგან თუ ისინი იმ პატარა გასასვლელს გააკონტროლებდნენ, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა პატიმრების გაქცევა. და ზუსტად ეს გააკეთეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ დროს Eagle Hawk Neck-ზე მცველ ძაღლებს აყენებდნენ. ეს ძაღლები ერთმანეთის გვერდით იყვნენ მიბმული, რომ მთელი გასასვლელი დაეცოთ, განსაკუთრებით ღამით. ამიტომ თუ რომელიმე მსჯავრდებული გაქცევას მიწის გზით შეეცდებოდა, ჯერ უნდა გაევლო მძვინვარე ძაღლების ხაზი. და თუ ის წყლით გასვლას შეეცდებოდა, ეს კიდევ ერთი პრობლემა იქნებოდა. ზღვა გარშემო ძალიან ცივია. და იმ დროის ანგარიშების მიხედვით, ბევრი ადამიანი ასევე ფიქრობდა, რომ ნახევარკუნძულის მახლობლად ოკეანეში ზვიგენები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მკაფიო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად ზვიგენები განათავსა იქ, შიში და წყლის სიცივე საკმარისი იყო, რომ უმეტესობა შეეჩერებინა. ამიტომ პორტ არტური ბრიტანეთის იმპერიაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სასჯელახსულების დასახლებად იქცა. როდესაც ის ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა 1823 წლიდან, აქ აგზავნიდნენ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ბრიტანეთიდან ავსტრალიაში გაგზავნის შემდეგ კიდევ ჩაიდინეს დანაშაული. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე კრიმინალები იყვნენ, მათ კიდევ ერთხელ ჩაიდინეს დანაშაული. და ამიტომ კიდევ უფრო მკაცრად დასაჯეს. და ეს ადგილი მაშინ პატარა არ იყო. აქ იყო ეკლესია, საავადმყოფო, გემთსაშენი, სახელოსნოები. და მისი აყვავების პერიოდში დასახლებაში 1000-ზე მეტი მსჯავრდებული ცხოვრობდა. მაგრამ ციხის ყველაზე მკაცრი ნაწილი მხოლოდ უსაფრთხოება არ იყო, არამედ ის, თუ როგორ აკონტროლებდნენ პატიმრების გონებას. ისტორიული ცნობების მიხედვით, მაშინ ციხე იყენებდა ეგრეთ წოდებული განცალკევების სისტემას. ეს ნიშნავს, რომ პატიმარი ხშირად მარტო იყო საკანში და მათ ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებოდათ. როდესაც მათ გამოჰყავდათ საგნიდან, ზოგჯერ თავზე ხუთს ახურავდნენ, რათა სხვა პატიმრები არ დაენახათ. რომ სხვებსაც არ დაენახათ, ისინი ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ კომუნიკაცია დაეშალათ და პატიმრებს შორის ურთიერთობა აეცილებინათ. ისინი მხოლოდ სხეულს კი არ აკონტროლებდნენ, არამედ გონებასაც. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი გავიდა, პორტ-არტურზე ერთი ამბავი მაინც ხშირად მოყვება. ძველი ანგარიშების მიხედვით, ერთი პატიმარი თითქოს და კენგურუს ფორმის კოსტიუმს ამზადებდა, ცხოველის ტყავების გამოყენებით. მისი გეგმა იყო, თავი ნამდვილი კენგურუ ეგონა, რომ გადაევლო მცველი ძაღლებისთვის Eagle Hawk Neck-ზე. მაგრამ ძაღლები ვერ მოატყუა. ამიტომ გაქცევაც მალე ჩავარდა. დღეს პორტ-არტური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ძაღლები აღარ არიან, ადგილი ახლა მშვიდია, მაგრამ იქ ისევ დგას ძველი საპატიმრო შენობები, ვიწრო საკნები ზელდასთვის და ვიწრო ნაწილი Eagle Hawk Neck-ისა, რომელიც ოდესღაც ავსტრალიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულად გასაქცევ ადგილად ითვლებოდა. მეხუთე ნომერი ციხე თეთრი გედი რუსეთში. თუ პორტ-არტური გაშემორტყმულია ზღვით და ვიწრო გზით, შემდეგი ციხე გაშემორტყმულია ყინულით, ცივი თბით და უზარმაზარი ტყით. რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში არის ერთი საპატიმრო დაწესებულება, რომელიც ცნობილია როგორც თეთრი გედი. რუსეთის სასჯელახსულების სისტემის შესახებ ანგარიშების მიხედვით, აქ ათავსებენ ქვეყნის ყველაზე საშიშ პატიმრებს. ის მდებარეობს პატარა კუნძულზე, ტბის შუაგულში, 100 კილომეტრით მოშორებით მოსკოვიდან. და სეზონის მიხედვით იქ მისასვლელად მხოლოდ ნავით ან გატინული გზით შეიძლება. ზამთარში ამ ადგილას ტემპერატურა ძალიან დაბალია. ის აღწევს -20 გრადუს ცელსიუსს. ტბა იყინება. ირგვლივ კი მხოლოდ სქელი თხეა, სადაც თითქმის არავინ ცხოვრობს. ამიტომ თუ კი ციხიდანაც კი გაიქცევი, ეს არ ნიშნავს, რომ მაშინვე უსაფრთხოდ იქნებ. რადგან შემდეგ რაც გელოდება, ეს არის ძლიერი სიცივე, ტყე და ძალიან დიდი მანძილი ცივილიზაციამდე. ციხის შესახებ ანგარიშების მიხედვით, შიგნითაც მკაცრი სისტემაა, პატიმრები დიდ დროს ატარებენ თავიანთ საკნებში დღის განმავლობაში, მოძრაობა მკაცრად კონტროლდება და ოჯახის წევრების ვიზიტებით შეზღუდულია. ასევე არსებობს ცნობები, რომ როდესაც პატიმრებს დაწესებულების შიგნით გადაადგილებენ, მათ ხრიან და ხელებს სურგს უკან აკრავენ, რათა თავიდან აიცილონ პირდაპირი კონტაქტი სხვა პატიმრებთან. და ზოგიერთი ახსნის მიხედვით, სწორედ აქედან მოდის სახელწოდება თეთრი გედი, რადგან მათი დახრილი პოზა სიარულისას გავს გედის ხელს. ეს არც გავს სხვა ცნობილ ციხეებს, რომლებიც ფილმებსა თუ დოკუმენტურ ფილმებშია ნაჩვენები. ის უბრალოდ ჩუმად დგას ცივ მთვარეულში, რუსეთში. არანაირი ტურისტული ატრაქციონი, არანაირი დრამატული დიზაინი, მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ადგილი საშიშია.
იმიტომ რომ მას არ ჭირდება საშიშად გამოიყურებოდეს. მისი მდებარეობა უკვე საკმარისია. პირველი ბარიერი ტბაა, მეორე კი ტყე და რუსეთის ძლიერი სიცივე კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც აქედან გაქცევა ძალიან რთულია. ნომერი 4. პრესიდიო მოდელო კუბაში. არსებობს ციხეები, სადაც პატიმრების გასაკონტროლებლად მაღალი კედლებია გამოყენებული. მაგრამ კუბაში იყო ერთი ციხე, სადაც სხვა მეთოდი გამოიყენეს. ეს ციხე მხოლოდ პატიმრის სხეულს კი არ აკონტროლებდა, არამედ გონებასაც. პრესიდიო მოდელო მდებარეობს ისლა-დე-ლა ხუენტუდზე, კუბის სამხრეთით მდებარე კუნძულზე. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ის აშენდა 1920 წელს გერარდო მაჩადოს მმართველობის დროს და მისი დიზაინი თავიდანვე გამორჩეული იყო. ჩვეულებრივი მართკუთხა ციხის შენობის ნაცვლად ეს ააშენეს როგორც დიდი მრგვალი შენობები. თითოეული შენობის შუაგულში იყო სადამკვირვებლო კოშკი, ხოლო მის გარშემო განლაგებული იყო საკნები. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური კოშკიდან ცველს თითქმის ყველა პატიმრის დანახვა შეეძლო. მაგრამ პრობლემა პატიმრებისთვის ის იყო, რომ მათ არ იცოდნენ მართვა უყურებდა თუ არა ვინმე მათ, იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ კოშკში მყოფის კარგად დანახვა. და სწორედ ეს იყო დიზაინის მიზანი. ამას პანოპტიკონი ეწოდება, კონცეფცია, რომელიც პირველად ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთამმა ახსნა 1700-იან წლებში. იდეა ძალიან მარტივი იყო. როდესაც ადამიანი არ იცის, უყურებენ თუ არა მას, ის აიძულებს საკუთარ თავს ისე მოიქცეს, თითქოს ყოველთვის ვიღაცა აკვირდება. ამიტომ თუნდაც პირდაპირ შენს წინ არ იყოს მცველი, მაინც გონია რომ გაკვირდებიან. და ბევრი ისტორიკოსის თქმით, ეს პატიმრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. რადგან მათი მტერი მხოლოდ საკანი კი არა, არამედ საკუთარი გონებაც. ამ ციხის აყვავების პერიოდში ათასობით პატიმარი იყო გამოკეტილი ამ მრგვალ შენობებში. და რადგან ეს კუნძულზეა, გაქცევა ძალიან რთულია. მთელი ადგილი ზღვითაა გარშემორტყმული, რაც დამატებით ბარიერს ქმნის პატიმრებისთვის. აქ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი თავის დროზე ფიდელ კასტრო იყო. ის აქ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც 1953 წელს მონკადას ყაზარმაზე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა. და ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, როცა ის პრესიდიო მოდელოში იყო დაპატიმრებული, განაგრძობდა თავისი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც მოგვიანებით კუბის რევოლუციის ნაწილი გახდა. და ეს ერთია. ამ ციხის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ირონიული ნაწილია, იმიტომ რომ ციხე, რომელიც აშენდა მთავრობის მოწინააღმდეგეების კონტროლისთვის, ასევე გახდა ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ უფრო გაძლიერდა რევოლუცია, რომელმაც საბოლოოდ დაამხო ყოფილი მთავრობა. 1967 წელს პრესიდიო მოდელოც დაიხურა. პრესაც კი ზოგიერთი ძველი შენობა კვლავ დგას როგორც ისტორიული ადგილი კუბაში. და როცა მის დიზაინს ზემოდან შეხედავ, ადვილად მიხვდები, რატო არის ეს ციხე განსაკუთრებული. ის მხოლოდ ადამიანების დასატყუებლად არ აუშენებიათ. ის გაკეთებულია იმისთვის, რომ პატიმრებს ეგრძნოთ, თითქოს ყოველთვის ვიღაცა უყურებს მათ, მიუხედავად იმისა, რომ თვალით არავინ ჩანს. ნომერი 3. რობენის კუნძული სამხრეთ აფრიკაში. თუ პრესიდიო მოდელო საშიშია ფსიქოლოგიური მეთვალყურეობის გამო, შემდეგი ციხე საშიშია იზოლაციის გამო. სხვაში, კეიპტაუნთან ახლოს არის პატარა კუნძული, რომელიც ასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა პატიმრობის ადგილად. ეს არის რობენის კუნძული. ჰოლანდიური კოლონიების, ბრიტანული მმართველობისა და სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის მთავრობის დროს, აქ ბევრი ადამიანი იგზავნებოდა როგორც პატიმარი ან დევნი. აქ იყვნენ როგორც პოლიტიკური პატიმრები, კრიმინალები, ასევე იმ დროის დაავადებული ადამიანები, მაგალითად კეთრი, მაგრამ ყველაზე ცნობილი პატიმარი, რომელიც აქ იხდიდა სასჯელს, იყო ნელსონ მანდელა. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ნელსონ მანდელა რობენის კუნძულზე 1964 წელს მივიდა. მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკის მთავრობამ გაასამართლა აპარტეიდის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობისთვის. და იქ მან მრავალი წელი გაატარა. მისი საკანი პატარა იყო, იატაკზე მხოლოდ თხელი საწოლი ედო. პატარა ფანჯარა ჰქონდა და ტუალეტად უბრალო ვედრო იყენებოდა. დღისით კი ის სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად კირქვის კარიერში მუშაობდა. მისი პატიმრობის შესახებ გავრცელებული ცნობების მიხედვით, კარიერში თეთრ კირქვაზე ესეთი ძლიერი სინათლე ეცემოდა, რომ დროთა განმავლობაში მის თვალებს ზიანი მიადგა. და სიბერემდე ის მაინც მგრძნობიარე იყო ძალიან ძლიერი სინათლის მიმართ, მაგალითად კამერის ფლეშის მიმართ. ციხის მძიმე პირობების გარდა კუნძულის მდებარეობაც დიდი პრობლემა იყო. რობენის კუნძულსა და სამხრეთ აფრიკის მატერიკს შორის წყალი ცივია. დინებაც ძალიან ძლიერია. ამიტომ მხოლოდ ცურვით გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. და ისტორიული წყაროების მიხედვით, კუნძულიდან არც ერთი ცნობილი წარმატებული გაქცევა არ მომხდარა, მაგრამ ბევრ პატიმრისთვის ყველაზე მძიმე მხოლოდ მანძილი არ იყო, არამედ ის შეგრძნება თითქოს თავისუფლება ძალიან შორს იყო. ხანდახან კუნძულიდან მათ შეეძლოთ მატერიკის დანახვა, მაგრამ მის მიღწევას ვერ ახერხებდნენ. და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რობენის კუნძული აპარტეიდის დროს იზოლაციის სიმბოლოდ იქცა.
ბევრი წლის შემდეგ ნელსონ მანდელა სხვა ციხეში გადაიყვანეს, სანამ საბოლოოდ 1990 წელს დაათავისუფლებდა. და რამდენიმე წლის შემდეგ ის სამხრეთ აფრიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. ამასობაში რობენის კუნძულის ციხე საბოლოოდ დახურეს და მუზეუმად გადააკეთეს. დღესაც კი იქ არიან ყოფილი პატიმრები, რომლებიც ზოგჯერ ექსკურსია მძღოლებად მუშაობენ. ისინი ჩუმად ხვებიან იმ ამბებს, რაც კუნძულზე მოხდა, იმ ადგილებში მდგომნი, სადაც ოდესღაც თავად იყვნენ დაპატიმრებულნი და იმ ძველ კარიერში, სადაც ნელსონ მანდელა მუშაობდა, ხა ქვისგან გაკეთებული მემორიალია, ქვები, რომლებიც ასევე ყოფილმა პატიმრებმა დააწყვეს, როგორც სიმბოლო იმისა, რაც მათ გადაიტანეს. და დღემდე რობენის კუნძული რჩება ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ საპატიმრო ადგილად მსოფლიოში. არა იმიტომ, რომ ის ყველაზე დიდია, არა იმიტომ, რომ ყველაზე თანამედროვეა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ბევრ ადამიანს იმედის გატეხვა სცადეს. მაგრამ ზოგიერთისთვის, მაგალითად ნელსონ მანდელასთვის, ასე არ მოხდა. ნომერი 2. სან-პედროს ციხე ბოლივიაში. ზოგი ციხე მთაშია, ზოგი ციხე კუნძულზეა, მაგრამ სან-პედროს ციხე ბოლივიაში სულ სხვა კლასია. ის პირდაპირ ლა-პასის, ბოლივიის დედაქალაქის შუაგულშია. გარედან ყველაფერი ჩვეულებებრივია. არის გზა, მაღაზიები, ხალხი, მოძრაობაც არის. მაგრამ კარის უკან არის ციხე, რომელიც პატარა ქალაქს გავს. BBC Mundo-სა და სხვა წყაროების მიხედვით, სან-პედროს შიგნით სისტემა სულიად განსხვავებული. აქ პატიმრები თავად ყიდულობენ ან ქირაობენ იმ ადგილს, სადაც იცხოვრებენ. თუ პატიმარს ფული აქვს, უკეთეს ადგილას ცხოვრობს. მას შეუძლია კონდეს საკუთარი ოთახი, საწოლი, სამზარეულო და აბაზანა. მაგრამ თუ ფული არ აქვს, შეიძლება მოუწიოს ძილი ვიწრო ადგილას, დერეფანში ან კიბეზე. ამიტომ ამ ციხეში აშკარად ჩანს დიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება. ზოგი პატიმარი უფრო კომფორტულად ცხოვრობს, ზოგი კი ძალიან უჭირს. და რაც ყველაზე განსხვავებულია, შიგნით ციხეს არ მართავენ მცველები. ანგარიშების მიხედვით, პოლიცია გარედან იცავს ციხეს. მაგრამ შიგნით პატიმრებს საკუთარი სისტემა აქვთ. ხავთ ლიდერები, აქვთ წესები, არსებობს გადასახადები, პრობლემებს საკუთარი წესით აგვარებენ, თითქოს პატარა უბანია ციხის შიგნით, მაგრამ ეს მაინც ციხეა. და რადგან მხარდაჭერის სისტემა არასაკმარისია, ზოგიერთი ოჯახიც კი ცხოვრობს შიგნით. რეპორტების მიხედვით, სან-პედროში ადრე ბავშვები ცხოვრობდნენ თავიანთ დაპატიმრებულ მშობლებთან ერთად. დილით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ ციხეში, რადგან იქ ცხოვრობს მათი ოჯახი. სხვა ადამიანებისთვის ეს გასაკვირია, რატო არის ბავშვი ციხეში, მაგრამ რეპორტების მიხედვით სიტუაცია რთულია. თუ ბავშვს მშობლისგან წაიყვანენ, ვინ მოულის მას? თუ ციხეში დატოვებენ, ესეც კარგი გარემო არ არის. ამიტომ ეს დიდი პრობლემა გახდა ბოლივიაში. ეს უბრალოდ ციხის ამბავი არ არის. ეს ასევე სიღარიბის, ოჯახის და სისტემის ისტორიაა, რომელსაც მხარდაჭერა აკლია. კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სან-პედრო გამორჩეულია. ეს ადგილი ძალიან მაღლა მდებარეობს, ლა-პასი ბოლივიის მაღალ ნაწილშია, ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მეტი სიმაღლეზე. თუ ესეთ სიმაღლეს მიჩვეული არ ხარ, შეიძლება სუნთქვა გაგიჭირდეს. შეიძლება თავი აქტივდეს. შეიძლება სწრაფად დაიღალ. ამიტომ პატიმრებისთვის, რომლებიც დაბალი ადგილებიდან არიან, თვით ჰაერიც კი დამატებით სირთულეს წარმოადგენს. ადრე სან-პედრო ტურისტებში საკმაოდ პოპულარული იყო. The Guardian-ისა და სხვა წყაროების მიხედვით, ადრე უცხოელი ტურისტები ციხეში შედიოდნენ ექსკურსიაზე. ისინი ზოგ პატიმარს უხდიდნენ, რომ ციხის შიგნით ეჩვენებინათ. მაგრამ საბოლოოდ მთავრობამ ეს აკრძალა, რადგან ესეთი ტიპის ციხის ტურიზმი საშიში იყო და არასწორ შთაბეჭდილებას სტოვებდა. სან-პედროს ციხე არ არის საშიში, იმიტომ რომ ის მსოფლიოს ბოლოს მდებარეობს. ის საშიშია, იმიტომ რომ ქალაქის შუაგულშია, მაგრამ შიგნით ცხოვრება თითქოს სხვა სამყაროა. იქ საცხოვრებლის ყიდვა გჭირდება. უნდა შეეგუო პატიმრების საკუთარ სისტემას. და თუ ღარიბი ხარ, იდე უფრო გაგიჭირდება. ნომერი 1. შავი დელფინის ციხე რუსეთში. თუ სან-პედრო პატარა ქალაქად ქცეულ ციხეს გავს, შავი დელფინი კი მისი სრული საპირისპიროა. აქ თითქმის პატიმრის ყოველი მოძრაობა კონტროლდება. შავი დელფინის ციხე მდებარეობს სოლილეცკში, რუსეთში, ყაზახეთის საზღვართან ახლოს. ნაციონალური გეოგრაფიისა და სხვა ანგარიშების მიხედვით, ამ ციხეში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პატიმრები არიან მოთავსებული. მათი უმეტესობა სამუდამო პატიმრობას იხდის. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ისინი მთელ ცხოვრებას იქ გაატარებენ. თავად ადგილიც რთულია. ციხე განლაგებულია ვრცელ და თითქმის ბრტყელ სტეპზე. ზაფხულში ძალიან ცხელა, ზამთარში კი ძალიან ცივა. ამიტომ თუ კი ვინმე შენობიდანაც კი გაიქცევა, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე უსაფრთხოა. გარეთ შორსაა ყველაფერი. მიწა ვრცელია. ამინდი ან ძალიან ცივია, ან ძალიან ცხელი. და თითქმის არ სადალის ადვილად მისასვლელი ადგილი. მაგრამ ყველაზე მკაცრი შავ დელფინში შიგნით არსებული სისტემაა. ცნობების მიხედვით პატიმრები თითქმის მთელი დღე მკაცრად კონტროლდებიან.
როცა მათ საქმიდან გამოჰყავთ, ხშირად თავს ახრევინებენ, ხოლო მცველებს მათი ხელები უჭირავთ. არის შემთხვევები, როცა მათ თვალებს უფარავენ, რათა ვერ დაიმახსოვრონ ციხის განლაგება. ეს კეთდება იმისთვის, რომ მათ ადვილად ვერ დაგეგმონ გაქცევა. საკანში მათი მოძრაობაც კონტროლდება. ისინი ვერ გადაადგილდებიან, როცა უნდათ. არის მონიტორინგი, არის წესები და მცველები ყოველთვის მზად არიან. ამიტომ აქ ისეთი შეგრძნებაა, რომ მხოლოდ სხეული არ არის დატყვევებული. შენი გონებაც ყოველთვის ფხიზლადაა. ციხემ სახელი შავი დელფინი მიიღო, იქ არსებული შავი დელფინის ქანდაკების გამო, რომელიც ამბობენ ერთ-ერთმა პატიმარმა გააკეთა. ეს უცნაურია, რადგან ეს ადგილი ძალიან მკაცრია და თითქმის არანაირი სივრცე არ არის. პირადი თვითგამოხატვისთვის იქ არის რაღაც, რაც გააკეთა არა სისტემის ბრძანებით, არამედ იმიტომ, რომ ერთმა პატიმარმა ეს გააკეთა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შიგნით დელფინის ქანდაკება დგას, ეს არ ცulis იქ ცხოვრების ნამდვილ სახეს. შავი დელფინი არის ციხე ადამიანებისთვის, რომლებსაც თითქმის აღარ აქვთ იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ. ეს არ არის ტურისტული ადგილი. ეს არ არის მეორე შანსის ადგილი, როგორც სხვა ციხის სისტემები. ეს არის ადგილი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პატიმრები ყოველ მოძრაობაში შეიზღუდონ. სამპედროში ციხე ქალაქის შიგნით არეულ პატარა ქალაქს გავს. შავი დელფინში კი ციხე კონტროლის მანქანას გავს, რომელიც განიერ და ცივ სივრცეშია განთავსებული. ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან, მაგრამ ორივე ერთი რამეს აჩვენებს. არსებობს ციხეები, რომლებიც მხოლოდ კედლებზე არ არის დამოკიდებული, ზოგჯერ ნამდვილი ციხეის სისტემა, რომელიც შიგნით მოქმედებს.